მინდა კიდევ გავამახვილო ყურადღება ესეთ ერთ საკითხზე. ეს გავრცელებული თემაა, ესეთი რისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო. რა დანიშნულება ჰქონდა რა ადამიანი ანუ საერთოდ ჯერ მცდარი არის ის წარმოდგენა რომ ადამიანის სამყაროსთან აიგივებს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა ჯერ სამყარო შექმნა და მერე შექმნა ადამიანი. ანუ ადამიანამდე სამყაროსთან ერთად კი არ შეიქმნა, ადამიანი მერე შეიქმნა. და მოდით ახლა მოკლედ მე ჩემს მოსაზრებას დაგიზიარებთ და მე ძალიან მეხმარება ეს ზედმეტი გაუთავებელი კითხვები არ უნდა არსებობდეს საერთოდ. არ უნდა არსებობდეს გაუთავებელი კითხვები. ვინ ვარ მე? საიდან მოვდივარ? რატო შექმნა ღმერთმა? ეს მუდმივი ეს კითხვები უბრალოდ ენერგია მიაქვს ამას, როდესაც ადამიანი არ არის გარკვეული ამ საკითხებისთვის სწორად პასუხის გაცემაში და შევეცდები ახლა რომ რაღაცნაირად თუკი დაგეხმარებათ ეს მე ჩემს მოსაზრებას დაგიზიარებ. ნახეთ საერთოდ ეს თუნდაც ბიბლიაში როგორც არის აღწერილი, ხო? საერთოდ ჯობია რომ სხვადასხვა რელიგიური ფილოსოფიაზე მქონდეს წარმოდგენა იმისთვის რომ დავინახოთ უბრალოდ განსხვავება და განსხვავებაში შეიცნობა ბევრი რამე. ანუ მხოლოდ განსხვავებაში არ შეიცნობა. არსებობს აპრიორი რაღაცეებიც, ხო? ანუ თავისთავად ცდის გარეშე რაღაცეებიც არსებობს, მაგრამ ბევრი რამე განსხვავებებში შეიცნობა. ამიტომ არც ის არის რომ არასდროს არ შეადარო შენი თავი სხვას. ზოგჯერ უნდა შეადარო კიდევაც შენი თავი რაღაცას რომ და ვიღაცას რომ რაღაც შეიცნო. თავარია ემოციურად არ ჩაერთო ამაში ცუდად. ისევე როგორც მაგალითად რომ ვამბობთ რომ სტერეოტიპი ცუდი კი არ არის. ჩვენ სხვა ურთიერთობის ფორმატი არ ვიცით. ადამიანმა არ იცის რაღაც არსებობს გარკვეული მოდელები რომ მოდი ეხლა ესე უნდა მოვიქცე ხო ეხლა რაღაც ესე უნდა გავაკეთო დაბადების დღეზე მივიდოდი საჩუქრის გარეშე როგორ ანუ თებით რას ვამბობ ამაზე არ უნდა ჩაიხხვიოს ადამიანმა და არ უნდა ინერვიულოს და განიცადოს ეს ყველაფერი თორე ეს უნდა იცოდეს უნდა შეისწავლოს ადამიანმა სტერეოტიპის და ეხლა დღეს ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და მასაც იგივეს ვეუბნებოდი რა რომ მაგალითად ჩემთვის ძალიან სტერეოტიპულია ასტროლოგიაზე საუბარი, ხო? კი, ნახეთ, ადამიანი როდესაც ჩნდება, როდესაც შემოყოფს თავს ამ ცხოვრებაში, ხო? ამ ქვეყანაში რომ გაჩნდება, იმ წამში, იმ წუთას, იმ რაღაც გარკვეული პერიოდია, მონაკვეთია დროის, ეს არავინ არ იცის რამდენი ხანია, მაგრამ ეს დაბადების მომენტუმი, ხო? რაღაც როდესაც ხდება ეს მისთვის მინიჭება, ხო, გარკვეული ინფორმაციული თვისებების, რომელიც კონცენტრირებულია იმ წუთას ამ ადამიანისთვის ექსკლუზიური თვისებების მინიჭებაზე, ხო, კი, გარკვეული რაღაც განლაგება დროს, საათს და ადგილს ტერიტორიულ მდგომარეობას, ამიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცა ენიჭება ამ ადამიანს პლანეტებისგან, ვარსკვლავებისგან, კოსმოგონური არსი იდება იმ ადამიანში, რა თქმა უნდა, ამას ვინ უარყოფს. მე საერთოდ ეზოთერიკით დავიწყე ბევრი რაღაცის შესწავლა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავიდან რელიგიური ფილოსოფიით დავიწყე და შემდგომ ეზოთერიკით, ვედური, ეხლაც სწავლობ და ეხლაც ვიღრმავებ ცოდნას ამ მიმართულებით და ტანტრა სპეციალისტი, მაგრამ ტანტრამდე მივედი ამით, ანუ ტანტრა არის ფსიქოტექნოლოგიებია ტანტრა. ტანტრა არის ინფორმაციის გაზიარება და ეხლა მივალთ აქამდე ისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო და ასე შემდეგ. ხო და როდესაც ანუ დავამთავროთ ეს ჰოროსკოპების საკითხი, როდესაც ადამიანმა ეს შეიძინა ეს თვისებები, გარკვეულ ლასაკამდე იყენებს ამ ყველაფერს და ამით ცხოვრობს, კი ბატონო. მაგრამ მას მე ხვდებიან სხვა ადამიანები, ის ქმნის რაღაც ოჯახს ქმნის, სადღაც სამსახურს წევს, შეიძლება სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, სხვა კულტურა აითვისოს, რაღაც მერე შემდგომ რაღაც კიდე შეითვისოს, რაღაცა კიდევ გაერთიანოს, ანუ სინთეზი და სინერგიას გამოიმუშავებს, ხო? რაღაც გარკვეული რაღაც წარმოდგენები ეცვლება, შეიძლება რაღაც ცოდნები შეიძინოს, შეიძლება 1 და 2 და 3 უმაღლესი დაამთავროს ადამიანმა. უამრავი სხვადასხვა მიმართულება და ვექტორი გააერთიანოს მის თავში, ხო? შესაბამისად, მე არ ვთვლი, რომ მაგალითად თქო ერთი რომელიღაც ჰოროსკოპით უნდა განიხილო ადამიანი. არ არის ეგრე. შეიძლება ბევრი ადამიანი არ ცვლის მის თავს და გონია რომ მხოლოდ თხის რქა არის, ან მხოლოდ თქვა ყუროა. მე ესე ამგონია, მე ვთვლი რომ ლიდერი ადამიანი, მით უმეტეს ლიდერი, ხო? უნდა ითვისებდეს და მას ისეთი უნარები უნდა ქონდეს, რომელიც შეიძლება სასწორს ახასიათებს. ნუ
ჰოროსკოპული ენით რო ვისაუბროთ. ან შეიძლება სულ სხვა რომელიღაც ჰოროსკოპს ახასიათებს. ერთი თვისება იქიდან აიღოს, მეორე უნარი იქიდან აიღოს, მესამე უნარი იქიდან აიღოს. ამიტომ ადამიანი ლიდერი აუცილებლად მის თავში აერთიანებს, ესეა, უნდა თუ არ უნდა მას. დისკრეტია ხდება, დისკრეტულია მისი ბუნება, ლიდერის ბუნება ეგეთია, დისკრეტულია, იმასაც აკეთებს, აწონის, დაწონის და გამოიტანს რაღაც გადაწყვეტილებას, ხო? მე ესეთი ვარ და მორჩა, ეს არის ეს ვერ იქნება ესეთი ადამიანი უბრალოდ წარმატებული ბევრ რამეში რა, ჩემი შეხედულება ესეთია. და ამიტომაც სტერეოტიპულია ჩემთვის რაღაც იარლიყის მიწებება ადამიანზე, რომ თქვათ, მხოლოდ ტყუპედი ხარ. ან რაღაც შულდოსანი ხარ. ნებისმიერი ჰოროსკოპი რო ავიღოთ და შენ მხოლოდ შენ ესეთი ხარ, რაღაცნაირად ჩემი აზრით დამაკნინებელია. სხვა რამეა სტიქიებთან მუშაობა. მე სტიქიებთან მუშაობ, იმიტომ რომ ბუნებაშიც არსებობს, ანუ სტიქია, ხო, ის 4 სტიქია და ჩვენშიც არსებობს ეს ყველაფერი ელემენტების დონეზე, ხო? ინფორმაციული კონტაქტი უფრო გაცილებით ბუნებრივია სამყაროსთან, სიცოცხლესთან სტიქიური, ვიდრე თქვათ სტერეოტიპული და შექმნილი რაღაც დაყოფილია ადამიანები რაღაცა ესეთ ურთიერთობის ფორმატია. შენ რომელი ხარ? სხვადასხვა ერიკ ბერნის ძალიან საინტერესო წიგნია თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები და ადამიანები მეორე წიგნიც არის კიდე ადამიანები, რომლებიც თამაშობენ თამაშებს. ანუ ეს ორი ტომად გამოსცა ერიკ ბერნმა და ამის გააზრებაში ოდესღაც ხო ამას ვამბობ ერთი ალბათ 15 წლის წინ დაახლოებით წავიკითხე ეს წიგნი და იმის მერე გავიაზრე რომ ეს ჰოროსკოპის საუბარი არის ურთიერთობის ფორმატია, სტერეოტიპია რა. სტერეოტიპი ვიმეორებ, არ არის ცუდი ეს. ეს არ შეიძლება რომ ადამიანმა სიტყვა სტერეოტიპი ცუდად მიიღოს რა. ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ის ჩარჩოა. და იმ მომენტში შეიძლება გჭირდება აი მოლაპარაკების მაგალითად სტერეოტიპის გარეშე ვერ წარმატო ის ფორმატია სპეციალური, ხო? ამიტომ პირიქით რაც უფრო შესწავლილი გაქვს სტერეოტიპები, ხო? მით უფრო კარგად ოპერირებ. ჩემი მიდგომა ესეთია. ერთის მხრივ ჩვენ ცხოვრობთ ამ სტერეოტიპულ მატრიცაში და მეორეს მხრივ ჩვენ ამაზე დიდები ვართ. მოდით ახლა ანუ ვისთვის შექმნა რა ღმერთმა ეს რატო ეს ყველაფერი გვეხმარება ამ რეალობის გააზრებაში, იმიტომ რომ საუბრობ, ხო? შეიძლება არ ეხება რა, რითი ეხებაო შეიძლება ვიღაცა მითქოს, მაგრამ ეხება. და რითი ეხება ნახეთ. ესე იგი ღმერთი რა არის ღმერთი, ხო? და რატო ვისაუბრებ ბიბლიაზე რატო დავიწყე საუბარი და მე სხვა რელიგიური ფილოსოფია სხვადასხვანაირად თავაზობს მატერიალიზაციის პროცესს. ზოგან რაღაც ანგელოზების დასი სხვანაირად არის წარმოდგენილი და დახასიათებული. ზოგან სხვანაირად ქმნის ღმერთი სამყაროს, ხო? თქვათ ქრისტიანული თუ ავიღოთ, ხო? ერთი თვისების მქონე წყალი გაყო მეორე თვისების მქონე წყალი წყლისგან. ხო? ზედა ფენები, ქვედა ფენები გააცალკევა ერთმანეთისგან, მერე მიწა და წყალი გააცალკევა ჰაერს. ანუ როგორ შექმნა ეს სამყარო, ეს პროცესი თავისებურად არის გადმოცემული ქრისტიანულ რელიგიურ ფილოსოფიაში. ხო და ჩვენი ეს წარმოდგენებიც ამის მიხედვით ყალიბდება ხოლმე ძირითადად. თუმცა შინაარსში რომ შევიდეთ მასში აუცილებელია მოვიშველიოთ მაგალითად ამ დროს სხვადასხვა მოცემულობები ჩვენი რეალობის. მაგალითად ეზოთერიკა, მაგალითად რაღაც ვედური ფილოსოფია და სხვადასხვა ცოდნები, ხო? იმიტომ რომ წყალი, რას მის წყალი? წყალი არის დინამიკა, ხო? წყალი არის დინამიკა, განვითარება არის წყალი. წყალი არის ის რაც ავითარებს. ხო და ამიტომ ეს წყლის გაყოფა შეიძლება ჩავთვალოთ დაბალ ვიბრაციებად და მაღალ ვიბრაციებად. ანუ ცუდი წყალი მას შეიძლება გააფუჭოს სცენარი, ხო? კარგი წყალი ზემოთ და მაღალი ვიბრაციები კარგია განვითარებისთვის. ამიტომ როდესაც საუბარია იმაზე რომ სამყაროს შექმნისას ღმერთმა გააცალკევა ერთმანეთისგან ხო, რაღაც დაბალი და მაღალი, თუნდაც წყალი იყოს ეს იმ შემთხვევაში. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მან გაყო ერთმანეთისგან ბინძური წყალი და სუფთა წყალი. შემოქმედმა გაყო ამ შემთხვევაში, ესე იგი, ის დაბალი და მაღალი ვიბრაციები, რაც არ ავითარებს.
და ის რაც ავითარებს. ცუდი წყალი რო დაუსხა მცენარეს შეიძლება გახმეს, გაფუჭდეს, არ გაიზარდეს და კარგი წყალი რო დაუსხა, ისევე როგორც ორგანიზმმა რომ მიიღოს. ცუდი წყალი რო დალიო, ცუდად გახდეს. ხო ეგრეა. კარგი სუფთა წყალი უნდა დალიო, ხო, რომ იმისათვის რომ კარგად იყოს ორგანიზმი. ღმერთმა გაყო ერთმანეთისგან სამყარო ამით, რომ დაბალი ვიბრაციები და მაღალი ვიბრაციები. მერე გაყო რაღაც სინათლე და სიბნელე და ასე შემდეგ, ანუ სამყაროს შექმნის პროცესს განვიხილავთ. ებრაულ რელიგიურ ფილოსოფიაში ეს სხვანაირად არის განმოცემული. მუსულმანურ რელიგიურ ფილოსოფიაში სხვანაირად არის, ინდუიზმში სხვანაირად არის. მაგრამ ყველგან ღმერთი არის შემოქმედი. ყველგან. ღმერთი არის შემოქმედი. რატომ შექმნა? ღმერთმა იმიტომ კი არ შექმნა სამყარო, რომ მარტო არ ყოფილიყო და რაღაც ამას არ უნდა ბევრი მშეულო. ღმერთი არის შემოქმედი. ღმერთს სხვანაირად არ შეუძლია რომ არ შექმნას. არ შეუძლია და იძულებული კი არ იყო. სამყაროს შექმნა თვითონ ღმერთის არსებობას გულისხმობს და დემაგოგია ხალხო იმაზე მსჯელობა, რომ ესე იგი ისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო და რატომ შექმნა ეს ღმერთს სამყარო რა შექმნა ღმერთი არ იარსებდა, ესე იგი პარადოქსული კითხვებია რა, ეს უაზრო პარადოქსული კი არა და უკაცრავად, აი აზრს მოკლებულია ეს შეკითხვები. ისთვის შექმნა კი არა და სამყარო რომ არსებობს, იმიტომაც შექმნა ღმერთმა სამყარო რომ იარსებობს სამყარო. ეს ერთი. ღმერთი არის შემოქმედი და ქმნის ადამიანის ღმერთს უახლოვდება შემოქმედებითობით. მაგრამ აი რისთვის შექმნა ადამიანი? ეს ძალიან კარგი კითხვაა. რისთვის შექმნა ადამიანი? შევეცადოთ ამით ავხსნათ ეს საკითხი. რა არის შემოქმედებითობა? შემოქმედებითობა, მეგობრებო, არის გაზიარება, გაზიარების სურვილია ეს. ანუ შემოქმედებითობის აქტში თვითონ დევს გაზიარების სურვილი. რაღაცას ქმნის სურვილი და რაღაც გაუზიარო. ეს არ იყოფა ერთმანეთისგან. ანუ ერთის მხრივ იმიტომ ქმნი რომ გინდა რომ შექმნა, მეორეს მხრივ იმიტომ გინდა შექმნა რომ ვიღაცას გაუზიარო ეს. მაგრამ გინდა რომ ისეთ ვინმეს გაუზიარო, ვინც შეაფასებს ნახდათ, ვინც დაინახავს შენს გაკეთებულს სწორად. შენ ვერ გამიგე, ხო, ეს ადამიანში ყველაზე მეტი ისეთი მტკივნეული მომენტია ხოლმე, ხო? ერთმანეთის გაუგებრობა ხმნის საერთოდ ბოროტებას და ამ შურს და ყველაფერს. როდესაც ადამიანებს არ აქვს სურვილი ერთმანეთს გაუგებროთ. ღმერთიდან მოვდივართ ახლა ჩვენ, ხო? შემოქმედისგან მოვდივართ. შემოქმედმა შექმნა ეს სამყარო, იმიტომ შექმნა რომ ამას ნიშნავს. ღმერთი სამყაროს ნიშნავს. ღმერთია ეს სამყარო და აბსოლუტური დემაგოგია ხალხო. მეორებ იმაზე საუბარი რომ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და აი რატომ შექმნა ადამიანი, ახლა მივიდეთ აქ. ანუ შემოქმედებითობა გულისხმობს გაზიარებას. იმიტომ ქმნის რომ გააზიაროს. თუ შენ რაღაცას ქმნი და ამას ინახავ, არ აზიარებ, ესე იგი ან რაღაცას, ესე იგი შენ არ აფასებ, ანუ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ხა დავანებოთ თავის საუბარი, ხო? ესე იგი არ ქმნი. სადღაც ვირტუალურ სამყაროში გაქვს შექმნილი და არ ამ მატერიალიზაციას არ ახდენ ამისას. შემოქმედებითობა და გაზიარება, ანუ ღმერთად ყოფნა და გაზიარება, ღმერთი და გაზიარება განუყოფელი ნაწილებია. შემოქმედებითობა და გაზიარება განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ ახლა ლოგიკაზე კი არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფილოსოფიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ეგზისტენციაზე, ამ სამყაროსი, რომელიც რეალობაა. მეგობრებო. და არა ლოგიკაზე და ეს თუ ესია, მაშინ ხო ესია, არა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უბრალოდ როგორ არის მოწყობილი ეს ყველაფერი და რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანს. რომ შექმნა ეს მთელი ეს კოსმოგონია, მთელი ეს სამყარო, უნივერსუმი, ხო, რომელიც ჩვენს წარმოდგენებში მილიარდნაირი შეიძლება იყოს, ხო? და ყველა ჩვენთაგანი რა იმ ექსკლუზიურ სამყაროს აზიარებს, რომელიც მასშია, ხო ეგრეა? მაგრამ გაზიარების გარეშე შემოქმედებითობა არ არსებობს. ღმერთი არ არსებობს გაზიარების გარეშე. ამიტომ ისევე როგორც ადამიანი ეძებს იმ რაღაც შეხების წერტილს, რომ გაუზიაროს სხვას, ღმერთმაც ამიტომ შექმნა ადამიანი, რომ გაეზიარებინა ვიღაცისთვის. ამიტომ შექმნა მის ხატად და სახედ ისეთი არსება, რომელსაც თვითონაც შეიძლებოდა შემოქმედებითობა და რომელიც გაიგებდა ამ სამყაროს თელ სილამაზეს აღიქვამდა. აი ეს არის არსი.
ამიტომ აღვართ ჩვენ შექმნილები, რომ გავიზიაროთ ეს ზიარების აქტი მოხდეს, გაზიარება მოხდეს ამ სამყაროსეული სიცოცხლის და ამ სილამაზის და აი ამ ყველაფრის, ამ ენერგიის, ამ დიდებულების ხალხო, იმიტომ რომ ადამიანი გამარჯვებისთვის არის შექმნილი, ადამიანი დიდებული არსება არის, უბრალოდ სადღაც აირია, სადღაც დაიქია კარგა იმ დიდებულებისკენ, იმ მისი დიდებულებისკენ დაბრუნების გზაზე, სადღაც აიფლანგა, როგორც აი ოდისევსი დაიკარგა, ხო? სადღაც. მაგრამ მაინც დაბრუნდა და მაგრამ მაინც მოხდა, სადღაც მაინც ბრუნდება. მაინც ხდება ეს დაბრუნება ბოლოში. თუნდაც სიკვდილის წინ, მაგრამ მაინც ბრუნდება ადამიანს საკუთარ თავთან. და მთელი ეს მისი მოგზაურობა თვალწინ დაუდგება ხოლმე ისევ როგორც ჩვენ ნახეთ ვთქვათ ერთ ფილმში ეს ხო ოდისევსის შემთხვევაში. ღმერთმა სამყარო შექმნა იმიტომ, რომ თვითონ ღმერთია სამყარო და ღმერთობა ნიშნავს შემოქმედებას და ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისეთ განუყოფელია. სხვანაირი მსჯელობა უაზრობა არა იმიტომ შექმნა და არა იმიტომ შექმნა ეს ყველაფერი აზრს მოკლებულია და გართმევს ენერგიას ამ ყველაფერზე ფიქრი. და ჩვენ ვართ ღმერთმა შექმნა თავის თანასწორად ადამიანი. თავის მეგობრად შექმნა უბრალოდ. განათანასწორად იმ ხრივ რომ დიდი წარმოდგენების არ უნდა შეიქმნას ადამიანმა მის თავზე. უნდა ადამიანმა ის სწორი გზა უნდა იპოვოს ღმერთთან მისვლის, ღმერთთან მისასვლელი. ეს სწორი გზები არსებობს და ღმერთმა შექმნა იმისთვის რომ ადამიანს ეს პროცესი უყვარდეს და უხაროდეს და არ ზულდეს. არ შეიძლება ადამიანს ზულდეს და ეზარებოდეს ეს. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოსახულებაზე, მატერიაზე, ენერგიაზე, ინფორმაციაზე და ასე შემდეგ, ეს უკვე არის საშუალებები განხთობის, ეს უკვე ტექსტებზე და ასე და ეს რაღაცებზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეს უკვე საშუალებებია. ეს უნდა იცოდეს, ეს არ უნდა ამის უარყოფა არ შეიძლება. ნებისმიერი ინფორმაცია და სწავლება, რომელსაც ჩვენ ვიგებთ, ტექსტებით არის გადმოცემული ხალხო. სიტყვაც ტექსტია, სიტყვა რომელსაც ეხლა მე ვამბობ, ის ტექსტის სახით აისახება თქვენს გონებაში. ნებისმიერი ცოდნა ბუდასგან მოდის სწავლება, თუ ქრისტესგან მოდის სწავლება, თუ ნებისმიერი სწავლება, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, გადმოცემულია ტექსტების სახით. არ არის სავალდებულო ტექსტში ვიგულისხმოთ წიგნი მაინც და მაინც. ჩვენი საუბარიც ტექსტია. ის, რაც ჩვენამდე მოსულია, ეს არის ტექსტის სახით გადმოცემული და მოსული. ან პირდაპირ რაღაც გამოსახულებების სახით ნახატების თუ სხვადასხვა ძეგლების და ასე შემდეგ, ხო? სამყაროსაც ჩვენ გამოსახულებებით აღვიქვამთ და მისი ფართო გაგებით ტექსტი გამოსახულებას ნიშნავს. ტექსტი გამოსახულებაა. ტექსტი, წიგნი, ტექსტი, სიტყვა. პირველად იყო სიტყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია შეიძინა, ესე იგი, ენერგია და შემდგომ უკვე მოქმედებაში მოვიდა და შეიძინა ფორმა და გახდა სიტყვა. მატერიალიზდა, განხორციელდა. ამიტომ არსებობს ისეთი ტექსტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ და შევიგრძნოთ სიწმინდის რეალური არსი. მადლობა ყურადღებისთვის. მოვალ შეხვედრამდე.